არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი აჭარის მთავარ პროკურატურას მიმართავს. მერაბ ღოღობერიძე 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეარხი 25-ში შეჭრისათვის და ამავე წლის 8 ნოემბერს ბათუმელი სტუდენტების დარბევისათვის მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენას მოითხოვს. ღოღობერიძის მტკიცებით პროკურატურაში ამ დანაშაულებების უშუალო ჩამდენი პირები თანამდებობებზე დღემდე მუშაობენ, სწორედ ამიტომ პროკურატურა საქმეებს არ იძიებს. საქართველოს პრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა პროკურატურა ექს-პრეზიდენტს და ყოფილ მაღალ ჩინოსნებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეადანაშაულებს. საქმე ეხება 7 ნოემბრის აქციის მონაწილეების მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ჩამორთმევას. ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში 3 ტელეკომპანია დაიხურა, მათ შორის ტელეარხი 25-ში ნიღბიანებით შეიჭრენ და არხის მაუწყებლობა შეწყვიტეს. წაეყენა ბრალი იმედის ტელევიზიის დარბევისათვის. სამწუხაროა ის, რომ არ გახსენებიათ რატომღაც საქართველოს პროკურატურას, რომ იმავე დღეს, იმავე საათებში აჭარაში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელევიზიას იმ პერიოდისათვის ტელეარხი 25-ში შეიჭრა სპეცრაზმი ქართივაძის ხელმძღვანელობით, დავით ბედიას ხელმძღვანელობით, რომლებიც ემორჩილებოდნენ უშუალოდ ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არ იქნა ეს გათვალისწინებული, მინდა მივმართო, რომ ეს საქმე უნდა იყოს გაერთიანებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკატი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ასჟელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.